მოგესალმებით, მე თამია ვარ და მოდით ერთი დღე გაატარეთ ჩემთან და ჩემს რესპონდენტთან ერთად პენსილვანიაში. ჩემი დღევანდელი ინტერვიუ და რესპონდენტი ძალიან საპასუხისმგებლო და ასევე ძალიან საინტერესოა. ჩემს კარიერაში პირველად ვიღებ მსგავს გამოცდილებას. ბევრი რომ არ ვისაუბრო, წამომყევით და ერთად გავიგოთ მეუფე საბას ამერიკული ემიგრაციული ისტორია. დავიბადე 1991 წლის 22 ივნისს ქალაქ ოზურგეთში. 2010 წელს მიტროპოლიტმა დიმიტრი მხელიდამასხა მღვდლად და მას შემდეგ ვიმყოფები ამერიკაში. 2014 წლიდან ვარ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის ეპისკოპოსი. დღეს ვარ თამიასთან სტუმრად, რომ მოგიყვეთ ჩემი ისტორია. მეუფე საბა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი და ჩვენს მაყურებელს უნდა გავუზიაროთ თქვენი ემიგრაციის ისტორია. გაიხარეთ, მადლობა პირიქით თქვენ და ღვთისმალ და წყალობას გისურვებთ. დიდი მადლობა. დავიწყოთ თავიდან. როდის ჩამოხვედით ამერიკაში და დაიწყეთ ემიგრანტული ცხოვრება? პირველად ამერიკაში 2009 წელს ჩამოვედი, დიაკონი ვიყავი და ვახტი მეუფე დიმიტრის 2 კვირით. მეორეჯერ ესევე 2010 წელს ისევ მეუფე დიმიტრის ვახტი ამერიკაში და მან გადაწყვიტა რომ მღვდლად ვეკურთხებინე აქ ამერიკაში და დავეტოვებინე და 2010 წლიდან უკვე ვარ ამერიკაში. გახსოვთ პირველი მსახურება, როდესაც ჩაატარეთ და ემიგრანტები ესწრებოდნენ? პირველი მსახურება მარტო როდესაც დავრჩი, კი, რა თქმა უნდა, მახსოვს. ზოგადად ღვთის მსახურება არის ეს ყველაზე დიდი მსახურება არის და მსახურება, რომელიც გამოიხატება ხალხის მსახურებაში და განსაკუთრებულად, რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებლობაც მქონდა გათვითცნობიერებული, რომ კიდევ უფრო რთული იყო ეს ემიგრაციაში და თავარი იყო ის, რომ ხალხს ჰქონდა წყურვილი ღმერთთან შეხვედრის. როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა ემიგრანტ მრევლს შორის და საქართველოში მცხოვრებ მრევლს შორის? ემიგრაციას ბევრი ტკივილი ახლავს თან. შეიძლება ვთქვათ, რომ განსხვავებული აქვს მსახურება და რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება ხალხით ემიგრანტებით და ბევრ ტკივილს ატარებს ემიგრაცია და ამიტომაც მართალი გითხრა გარკვეული წილად რთულიც არის. მე ხშირად მithქვამს, რომ ემიგრაციაში 1 წლის ღვთლის მსახურებას ალბათ რამოდენიმე წელი უნდა ჩავთვალოთ, რომ 1 წელი რამოდენიმე წლად, იმიტომ რომ ძალიან რთული არის და მაგრამ მადლობა ღმერთს ამ სირთულეს ღმერთი გვაძლევს ძალას, რომ გავუმკლავდეთ. როგორია მონატრება ამერიკაში? ჩვენ ევროპის ემიგრაციიდან განსხვავდებით, იმიტომ რომ შორს ვართ ჩვენი ქვეყნიდან და ზოგჯერ 10 წლეულები ისე გადის, რომ ადამიანი ვერ მიდის საქართველოში. დედაშვილი ენატრება, შვილს მშობელი, ოჯახის წევრები, ნათესავები, შენი ქვეყანა გენატრება. როგორ ცხოვრობენ ამერიკის ემიგრაციაში სასულიერო პირები? მე როგორც ვიცი, საკმაოდ მძიმე სამუშაო უწევთ ხშირ შემთხვევაში. როგორია ეს? მღვდლობა არის ყველაზე დაუფასებელი უცხოეთში. იმიტომ რომ ნებისმიერი სამუშაო, რაც კი არ უნდა კონდეს ამერიკაში, იმ სამუშაოთი, იმ მსახურებით შენ ოჯახს არჩენ, მაგრამ მღვდლობით ვერა. იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, მე სასულიერო პირებს ვეუბნები, რომ ჩვენ პირველი თაობა სასულიერო პირების ვართ გარკვეულწილად მსხვერპლს ვიღებთ მომავალი თაობისთვის, რომ მომავალ თაობას სასულიერო პირებს წესით ეკლესიაში მსახურებით უნდა გაუკლავდეს იმ ყოველდღიურ გამოწვევას, რაც ოჯახს აქვს. სამწუხაროდ დღეს ეს, რა თქმა უნდა, სასულიერო პირები ამას ვერ უმკლავდნენ. ფაქტი, უпростоრად რეალობა ისიც არის, რომ
სხვანაირად ვერც იქნება. თუმცა სხვა ეკლესიები ეს მოწესრიგებული აქვს, იგივე ბერძნულ ეკლესიას, იგივე სერბულ ეკლესიას, ბულგარულ ეკლესიას, რუმინულს თუ რუსულს. სხვა ეკლესიებს ეს მოწესრიგებული აქვს, იმიტომ რომ სასულიერო პირისთვის უცხოეთში ესეა, საქართველოში არა, მაგრამ უცხოეთში ეს არის მსახურება, სადაც მას აქვს ხელფასი და ამ ხელფასით რა თქმა უნდა, ოჯახი ყავს სასულიერო პირს და უკლავდება ყოველდღიურ გამოწვევას და შეიძლება თქვა, რომ არჩენ საკუთარ ოჯახს. და რითი არსებობს მაშინ დღეს ქართული ეკლესია ამერიკაში? ქართული ეკლესია დღეს ამერიკაში არსებობს მრევლის შემოწირულობებით. საქართველოში არ არის ესე, მაგრამ ჩვენთან არის სამრევლო საბჭოები და მრევლის ჩართულობა არის ის ყოველდღიური გამოწვევა, რაც აქვს სამრევლოს მრევლი არის ჩართული და ერის ადამიანები, რომლებიც გვეხმარება თუ გინდ რაღაცა ფინანსების მოძიებაზე ან შემოწირულობების შეკრებაზე იმისთვის, რომ ყოველდღიური გადასახადი რაც აქვს სამრევლოს, რომ გადაიხადოს ჩვენ ქვეყანასთან გვაქვს კავშირი. ჩვენ არ ვკარგავთ ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა, სადაც ქართულ ენაზე მსახურება არის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შვილები შეიძლება ისე კარგად ვერ საუბრობდნენ ქართულად, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ სამრევლოებთან საკვირაო სკოლები გვაქვს, ვასწავლოთ, შეუნარჩუნოთ მომავალ თაობას. ფესვებთან კავშირი, ჩვენ სამშობლოსთან, პირველ რიგში ღვთისმრწმენა და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არის მრევლის თანადგომით და მათ შორის უნდა აღვნიშნო, არ შეიძლება რო არ ითქვას, საპატრიარქო უკვე რამოდენიმე წელი არის, რომ რაღაცა თანხას გვიყავს ჩვენ ეპარქიას, ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიას. ბოლო 3 წელი არის ეს თანხა შეადგენს 200,000 ლარი არის და ჩვენ ამ თანხას მე მთლიანად ჩემი გადაწყვეტილებით ვახმარს სწორედ დავიყენებთ სამრევლოების გასაძლიერებლად. ამდენადაც ეს შეიძლება არ არის ეს დიდი თანხა, მაგრამ ვეხმარებით, რომ აი თუ აქ ჩვენ სახლი გვაქვს, სადაც კულტურის ცენტრი არის, საკვირაო სკოლა გვაქვს, მუსიკის წრე და ამ სახლის შეძენა, მაგალითად ამ თანხის ნაწილი, სწორედ 1 წლის თანხა გამოვიყენეთ ამ სახლის შეძენის დროს. ესევე კანადაში დავეხმარეთ კულტურის ცენტრის შეძენას. სხვადასხვა ტაძრის შენობის თუ ან ქირას, ვისაც ვინც ვერ იხდის ქირას სამრევლოები ვეხმარებით. ანუ საპატრიარქოდან გამოყოფილი ამ თანხი და რა თქმა უნდა ზოგჯერ ჩვენ ძალიან ისმის ხოლმე შეკითხვები, რომ რატო არ გვეხმარება საპატრიარქო და კრიტიკა ზოგადად ემიგრანტები ჩვენ ემიგრანტები არა, ზოგადად ადამიანი არის შეკითხვებს სვამს ან რაღაცა ინტერესს გამოხატავს. მინდა გითხრათ, რომ წესით ჩვენ რომ გქონდეს უფრო მეტი ორგანიზებულები რო ვიყოთ, ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს არც საქართველოსთან დახმარება, მაგრამ პირველი თაობა არის ჩვენი ემიგრანტების და მე ყოველთვის მithქვამს, რომ ეხლა გვჭირდება ჩვენ დახმარება და მომავალში შეიძლება იქეთ დავეხმაროთ კიდე სხვას. განსაკუთრებით თქმა უნდა ეს დახმარება პირველ რიგში თუ ვინმეს მიმართ იქნება, ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნება. ჩემი გადაცემის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. საქართველოს ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს სპეციალურად მათთვის მორგებულ დისტანციურ მომსახურებას. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია გახსნა ანგარიში და მარტივად მართო შენი ფინანსები. ეწვია ვებგვერდს Migrants-G, დატოვე მონაცემები და გაიარე კონსულტაცია შენთვის საჭირო საბანკო პროდუქტებზე. ეზიარებიან მონანიκτისანი, ესატევებელად სულათა და ცხოვრებას მეუფე საბა, ფიქრობთ, რომ თანამედროვე ეპოქაში ადამიანი დაშორდა ღმერთს? შეიძლება
იყო ადამიანები, რომლებიც 10 საუკუნის წინაც იყო დაშორებული ღმერთს და არის დღესაც ადამიანები, რომლებიც არ ეძებენ ღმერთს. როდის შორდება ადამიანი უფალს? ადამიანი უფალს შორდება მაშინ, როდესაც თავის ნებაზე იწყებს სიარულს და არ ეძებს ღვთის ნებას. მაშინ, როდესაც მასში ეგო პირველ ადგილზე დგას, მე და ესეთ ადამიანს მე ვფიქრობ, რომ სიყვარული ეკარგება და სიყვარულის როცა კარგავს ადამიანი, მაშინ უკვე შორდება ღმერთს. როგორ უნდა ვიპოვოთ ადამიანებმა საკუთარი თავი და შევიცნოთ ის? როგორც მამები ამბობენ, ადამიანი არის შექმნილი, იმიტომ რომ ადამიანი გახდეს ღმერთი. თვითონ ადამიანი ამისთვისაა მოწოდებული, რომ განეღმრთოს. ამ მოწოდებას შეძლებს ადამიანი თუ ქრისტესთან ექნება ერთობა და მასთან კავშირი. და ეს ერთობა ეკლესიის გარეშე შეუძლებელია. ქრისტიანისთვის ეს არის გზა გადარჩენის და ღმერთთან მისვლის და საკუთარი თავის პოვნის. რელიგიურ ჭრილში რა არის დეპრესია? დეპრესია ალბათ ყველა განსაკუთრებულად ალბათ უცხოეთში ყველა ადამიანს რაღაცა კუთხით აქვს ეს დეპრესია, უიმედობა, დაღლილობა. ეს რა თქმა უნდა სულიერი კრიზისია. კრიზისია რაღაცა მიტოვებულობის, თითქოს ადამიანებისგან, ღმერთისგან, მაგრამ არის ერთი რამ, ადამიანები ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მეუფე, რა არის დრო? დრო ჩვენთვის არის და ღმერთთან არის მუდმივი აწყო. ადამიანი, ვინც ღმერთთან ყოფობას დაიმკვიდრებს, უსასრულოდ გრძელდება ეს. ადამიანი სიკვდილი ვერ ამარცხებს. არამედ ადამიანის ცხოვრება გრძელდება, აქედან გამომდინარე შეიძლება დრო დაიწყო ჩვენთვის, მაგრამ უსასრულობაში ვართ ჩვენ. ღმერთთან ყოფობა ნიშნავს, რომ არასდროს ადამიანი დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი გადაცემის სპონსორია ბოქსეტი, საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც საქართველოსთან ამერიკის ნებისმიერ შტატში და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ახორციელებს ამანათების გაგზავნას. ასევე აქვთ ძალიან კარგი სიახლე ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის. საქართველოსთან ამერიკის ნებისმიერ შტატში შეგიძლიათ გააკეთოთ პირადი გზავნილები. რაც მთავარია, ძალიან მოკლე დროში, ბიუჯეტურად და კარამდე მიტანით. მეუფე, რომ ვისაუბროთ ოჯახში ქალის და კაცის როლზე და ფუნქციაზე, გულისხმობ რა თქმა უნდა მართლმადიდებულ ოჯახში. ნახეთ როგორ არის ქმარს ისე უნდა უყვარდეს საკუთარი ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და ქრისტემ რა გააკეთა ეკლესიისთვის. თავი გაწირა, რა არის ოჯახი. პირველ რიგში უნდა იყოს დავიწყებული მე, აღარ არის ერთი უკვე სხვადასხვა ადამიანი აღარ არის, არამედ არის უკვე ჩვენ ერთად, ერთმანეთთან შეთანხმებული უნდა იყოს ცხოვრება. ჩემთვის ცოტა გაუგებარი არის ის, რომ სიტყვაზე ვამბობ, აი რა, ცოლ და ქმარზე არაფერი არ უნდა ქონდეს დასამალი ერთმანეთთან. მათი ცხოვრება უნდა იყოს აი ერთმანეთის ბედნიერებისთვის. ქრისტიანული გაგებით ეს არის. როგორც მოციქული ამბობს, რომ ურთიერთად სიმძიმე იტვირთეთო. ურთიერთად სწორედ სიმძიმე აქვს ნაწვირთი ოჯახს, როცა ფუნქციები, სუფრის გამზადება ან ჭურჭლის გარიცხვა არის ქალის საქმე. რატო არის? კაცმა რატო არ შეიძლება გააკეთოს? ჯვრის წერის დროს, რომ იქ პავლე მოციქულის ამ სიტყვებს იქ სამოციქულო მთავრდება ეს, რომ ქმარს ცოლს ეშინოდეს ქმრის ესეთი სიტყვებით და ხშირად ის არის საქმეა გასაკვირი ზოგი მამაკაცი ამბობს აი ნახე ცოლს ეუბნება რომ აი ნახე შენ უნდა გეშინოდეს ეს არ ნიშნავს ეს შიში რომ რაღაცა კუთხით შენ ბატონობდე იმაზე ამ შიშზე არ არის აპარაკი შიში არის სხვა რაღაც შიში რომ შენ არ დაკარგო სიყვარული არ დაკარგო ერთობა ამაზეა თორა არა იმის რომ იქ უპირატესობა აქვს მას კაც და
ჯოხი უნდა არ დგასა რაღაცა ესეთი დამოკიდებულება არასწორი არის ეს ზოგჯერ კაცებს მამაკაცებს ეს აწყობთ რომ ესე იყოს მაგრამ ასე არ არის ყოველთვის ვეუბნები ხოლმე როცა ჯვარს წერთ შემდგომ რომ უპრობლემო ცხოვრება არ გექნებათ იმიტომ რომ უპრობლემო ცხოვრება არ არსებობს მაგრამ სადაც სიყვარულია იქ ნებისმიერი პრობლემა დაიძლევა სადაც ერთმანეთის ბედნიერებისთვის ცხოვრება იქ დაიძლევა პრობლემა მაგრამ თუ ეს არ არის მაშინ დიდხანს ვერ გასტანს ოჯახი წყვილი როდესაც ერთმანეთს შორდება ამას აუცილებლად თან ახლავს ჯვრის წერის აყრის პროცესი რეალურად მართლა ხდება ჯვრის წერის აყრა საერთოდ არ მიყვარს ეს ტერმინი რაღაც დამკვიდრდა ეს ჩვენში ჯვრის აყრა რას ქვია ჯვრის აყრა ესეთი რაღაცა აი ქრისტიან მე ცოტა მზარავს ხოლმე როცა ამას ვიგებ ამ სიტყვას ხდება მეორეჯერ ქორწინების უფლების მიღება როდის შეიძლება მოხდეს განქორწინება ანუ ჯვარდაწერილ ადამიანებმა თქვენს რომ აღარ გვინდა ერთად ცხოვრება და ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ქორწინების ერთადერთი მიზეზი არის როდესაც არის რაც ვთქვი ოჯახის სიწმინდის დარღვევა ანუ ან ერთი ან მეორე როცა ღალატობს პათოლოგიური სიმთვრალე თუ ადამიანს და ხელით ეხება ადამიანს და რაღაცა ის არის ეს უკვე შეიძლება გახდეს მიზეზი იმის რომ ეს ოჯახი დაინგრეს შემდგომ სურვილი აქვს ადამიანს რომ შექმნას ისე ხო აი სწორედ ამ დროს ხდება როდესაც მას უჩნდება რომ სურვილი რომ შექმნას ოჯახი და დაიწეროს მეორეჯერ ჯვარი მაშინ მიდის ტაძარში მიმართავს სასულიერო პირს აუხსნის თავის მდგომარეობას ზოგიერთ რაღაც მომენტში ამბობს რომ მე მინდა რომ მართალ ვიყო ღვთის წინაშე და იმიტომ იწერს ჯვარს ქორწინებაში როცა შედის ადამიანი და აცხადებს რომ ის ქორწინება შევის ის მაინც ქორწინებაშია მისთვის ქორწინება არის თუ სწორი ინფორმაცია მაქვს როდესაც ორი ადამიანი ჯვარს იწერს ნათქვამია რომ ისინი იმიერში განაგრძობენ უკვე ერთად ყოფნას ეს რამდენად მართალია და თუ ასეა ანუ 4ჯერ 2ჯერ რომ იწერენ ჯვარს მან რა ხდება მეუფე ეს არ არის სწორი არ არის სწორი იმ სამყაროში აღარ ჭირდება ცოლს ქმარი და არც იქ აღარ არის უკვე ეს ტანჯუ აღარ ინერვიულობ მეგობრებაში ეხლა ცოტა ვიხუმრე და რა თქმა უნდა ამაზე იესო ქრისტე ცემს თვითონ პასუხს სახარებაში რომ იქ სათასასუფლებლში აღარ არის ქორწინება იქ ცოლქმრობა აღარ არის ანუ ის რომ ზოგიერთი მაგიტო იწერს ჯვარს რომ იქ რო ერთად შეხვდეთო იმიტომ რომ ეგ არასწორი დამოკიდებულება არა ქორწინება არის აქ ამ ქვეყნად და ზეცაში უკვე ჩვენ აღარ არის საჭირო იმიტომ რომ არც ფიზიკური ურთიერთობები აღარ არის ის და ეს ყოფა ფიზიკური ჩვენი არის ამ ქვეყნად ამ ქვეყნიური ამ ქვეყნად გვჭირდება ჩვენ ერთმანეთი და მაგრამ ახლა ადამიანი არ იკარგება ადამიანისგან ჩვენ კი არ დავიკარგებით მაგრამ არ გვექნება ცოლ-ქმარს არ ექნება ისეთი ურთიერთობა ან დამოკიდებულება მის მიმართ როგორც ამ ქვეყნად რასაც ცოლ-ქმრმა ქვია იმიტომ რომ სწორად თქვით მაშინ ვინ ორი ცოლი რო ყავდა ან ორი ქმარი ყავდა ადამიანს ვისა ხო ამას იესო ქრისტე ცემს პასუხს სახარებაში რომ ზეცაში არცა განქორწინებიან არცა იქორწინებენ ჯვრის წერის დროს არსებობს თუ არა რაიმე ასაკობრივი შეზღუდვა რაც სახელმწიფო კანონით არის დაშვებული ასაკი იმაზე ნაკლები ვერ იქნება იმიტომ რომ აი მაგალითად ამერიკაში იცით როგორ არის ჩვენ ჯვარი რო დავწეროთ წყვილს მანამდე მათ უნდა გქონდეთ აქ მიცემული უფლება რომ მათ აქვთ უფლება რომ ხელი მოაწერონ თუ არა და ისე ჯვარს ვერ წერთ არ გვაქვს უფლება ამიტომ სახელმწიფო კანონს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მე უკვე რას ფიქრობთ ქორწინებამდე თანაცხოვრებაზე ადამიანი რომელსაც უნდა რომ
ფიზიკური ურთიერთობა გქონდეს მეორე ადამიანთან, რატომ არ უნდა გქონდეს მას სურვილი იმის, რომ გამოაცხადოს ან გადაწყვიტოს, რომ მას მოიყვანს სწორად, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაც არის, ხო, შენს თავს უძღვნი მეორე ადამიანს, ხო? ესეც ხო რაღაცა კუთხით ამ სიყვარულის გვინია ეს ურთიერთობა. ქრისტიანულ კუთხით ჩვენ ამას ვერ ჩავთვლით, რომ ეს მისაღები ფორმა არის. ქორწინება რაც ნიშნავს? შეიძლება ჯვარდაწერილი არ იყოს ადამიანი, მაგრამ გამოაცხადოს თავი, რომ მე გადავწყვიტე, რომ აი მე ამ ადამიანთან ერთად ვქმნი ოჯახს და ვაცხადებთ, რომ ჩვენ აი ჯვარსაც დავიწერ, მაგრამ არ მაქვს დაწერილი ჯვარი, მაგრამ ვქმნი ოჯახს, ხო? ამის სურვილი უნდა გქონდეს ადამიანს, ეს უნდა გქონდეს და მაშინ კი ბატონო, მაგრამ ახლა თუ ეს არ არის და ეკლესია ვერ მისცემს ამის უფლებას და ვერ გაამართლებს, ცოდვა არის. ქალის და მამაკაცის ხალატი არის თუ არა ერთი სიმძიმის მატარებელი? ქალის და მამაკაცის ხალატი არის ერთი სიმძიმის მატარებელი, რაც არ უნდა საქართველოში არის ეს თითქოს რომ ქალს არ ეპატიება და კაცს ეპატიება ღალატი, ეს არის ქრისტიანობისთვის როგორი აბსურდი, იცი, აი წეგან ასე შევამოდით, რომ რაღაცაზე თქვა არის რაღაცა მომენტში ცოდვა და რაღაცაში არ არის, ორივე ღალატი არის. ამნიშნულობა აქვს ამას. კაცის მხრიდან იქნება თუ ქალის მხრიდან ორივე ღალატია და მახსოვს ერთხელ რომ ერთხელ ქალმა როდესაც გაიგო რომ ესეთი რაღაცა მოხდა რომ თავისი ქმარი ღალატობდა, გადაწყვიტა რომ ოჯახი დაენგრია და მთელმა საზოგადოებამ სოფელმა ეს ქალი ლამის ტალახი ესრონ რომ როგორ კაცს უფლება აქვს რომ მას შეეძლო ეს და რატო მიატოვა. მე ვფიქრობ რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი პრობლემა. ქრისტიანული გაგებითაც უმეტესი ნაწილი შეიძლება იყოს ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადის და არ ესმის ღალატი რა არის. ღალატი ქალის და კაცის რამ განსხვავება. გინდ კაცი ღალატობდეს თუ ქალი ღალატობს, მე ხშირად ვეუბნები. განსაკუთრებულად კაცები, ვინც ღალატობს თავის ცოლს და თუ არის ესეთი და თუ როცა აკეთებს. თქვენ რო გაიგოთ რომ თქვენმა ცოლმა გიღალატოს, რაც გააკეთებდით. ჩვენ რო გავიგოთ ისეთი იმას ქართულ ვაშკაცური სიტყვებით რო დაიწყებენ, მაგრამ კაცო შენ თუ საკუთარ თავს უფრო ძლიერად თვლი, როგორც კაცი, შენ რატო არ უფრთხილდები შენს მეუღლეს და რატო ღალატობ მას? ან რატო ითხოვ მაშინ რომ შენ გიერთგულოს ადამიანმა, როცა შენ მოღალატე ხარ? ამიტომ ორივე ღალატია. ერთის და მეორეს ღვთის წინაშე არის არც ერთი არ განსხვავდება, ორივე არის ღალატი. აი ეგრე არის კაცებო, თქვენი ღალატიც ღალატია. ეგრეა, მეც ეგრე ვფიქრობ, მეუფე. ჩვენი გადაცემა უახლოვდება დასასრულს. რა რჩევას მიცემდით მშობლებს, რა ძირითადი ფასეულობები არის, რომელზეც უნდა გაზარდონ თავიანთი შვილები? ასწავლონ საკუთარ შვილებს, რომ იყვნენ წმინდა. და ვთქვი, რომ რაც ნიშნავს წმინდა ყოფნა. წმინდა ყოფნა, რომ მათ შეეძლოთ პატიების თქმა ადამიანებზე და ამავე დროს პატიების მიცემა სხვებისთვის. იმიტომ რომ შეუცდომელი და განსაცდელების გარშე ჩვენი ცხოვრება არ არსებობს. ის რომ განსაკუთრებულად უცხოეთში მშობლებს ვეტყოდი რომ ქართულად ესაუბრონ სახლში ბავშვებს, რომ შეუნარჩუნონ ქართული ენა. რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან გზის დასაწყისში და ეშინიათ პირველი ნაბიჯების გადადგმის? გადადგით ნაბიჯები და ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ ზოგჯერ ფეხი გაუსრიალდება ადამიანს და წაიქცევა, ამიტომ მაინც უნდა სულა გააგრძელოს, გადადგას ნაბიჯი. სად არის თქვენი სახლი? ჩემი სამშობლო არის სასუფეველი, ზეცა. ყველგან, სადაც ადამიანებია და სადაც ღმერთია. ამას მნიშვნელობა არ აქვს ამერიკაში ვიქნებით თუ აფრიკაში თუ სხვა კონტინენტებზე თუ ადგილზე, ყველგან არის ღმერთი და ყველგან არის ცათა სასუფეველი.
ლიტურგია, წირვა, როდესაც აღესრულება, ეს არის სახლი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი და ძალიან მისიამოვნე. მადლობა თქვენ და მადლობა მსმენელებს, რომ მოგვისმინენ. ღვთისმაწყალობას უსურვებთ თეულ ადამიანს და მშვიდობას უსურვებს სამყაროს. მადლობა. დროებით. ბლიცი ქონია თამიას გადაცემაში და მზად ვარ რომ უპასუხო შეკითხვებს. აბა ნახოთ დავიწყოთ. საქართველო თუ ამერიკა? საქართველო ამას შეკითხვაც არ უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა მადლიერი ვარ ამერიკის. პატიება თუ სამართლიანობა? პატიება. ქართულ ოჯახში ამერიკაში დაბადებული ბავშვები არიან ქართველები თუ ამერიკელები? რაც არ უნდა იყოს ამერიკაში დაბადებული რო არის ამერიკელებად არიან, მაგრამ რა თქმა უნდა, სადაც უნდა ვიყოთ თუ ჩვენ ვინარჩუნებთ სწორედ ჩვენ ფესვებთან კავშირს და ჩვენ ვინარჩუნებთ ენას, ხო, მაშინ ქართველები არიან, სადაც არ უნდა იყოს. ემიგრაციაში შეინარჩუნო ქართული კულტურა თუ ადაპტირდე ამერიკულზე? ქართული კულტურა უნდა შევინარჩუნო, ჩვენ პატარა ერი ვართ და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვცეთ პატივი აქაულ კულტურას და სწორედ ამერიკა არის ის ქვეყანა, ამ ქვეყნის ხიბლიც იმაშია, რომ პატარა ერები ინარჩუნებენ თავიანთ კულტურას და მრავალკულტურული ერი არის ამერიკა და ამიტომ მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა და ჩვენ არ ვფიქრობთ ხოლმე, არამედ ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ქართული კულტურა. სად გრძნობს მოძღვარი ღმერთთან უფრო ახლოს თავს, როდესაც აღავლენს მსახურებას თუ ლოცულობს მარტო? ორივე შემთხვევაში ჩვენ ეს ღვთისმსახურება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს პირადული ლოცვა არის პირადული საკითხი და ეს პირადი კავშირი არის ღმერთთან, რომელიც ალბათ ადამიანებს გამოუცდიათ ცალკე რო დადგება და ცალკე ან დაჯდება, ან დადგება და ლოცულობს, ევედრება ღმერთს და ეს განსაკუთრებული რაღაც პირადი ურთიერთობა ადამიანის და ღმერთის. ლოცვის კითხვა გაჯეტიდან დასაშვებია? დასაშვებია და ეხლა 21 საუკუნეში შეიძლება იყოს, რომ ან ტელეფონიდან, ან კომპიუტერში იყოს ლოცვის ტექსტი და იქიდან წავიკითხოთ ამას, ეს არანაირი პრობლემაც არ წარმოადგენს. განქორწინება თუ დაოჯახების გარეშე ცხოვრება? რომელი გზა? განქორწინება არის ის, რასაც ადამიანები თვითონ ღებულობენ გადაწყვეტილებაზე, ეხლა ამას ვერ ვიტყვით, რომ თუმცა არ მგონია, რომ სასიხარულო იყოს ეს, უფრო მეტად კარგი იქნებოდა, რომ სანამ დაქორწინდება ადამიანი, მანამდე გათვითცნობიერებული ქონდეს უფრო მეტად, რომ რას ნიშნავს ქორწინება. თუ მარტო ცხოვრება, მარტო ყოფნა უნდა ადამიანს, მე ცხოვრება მაგას არჩეული. ოჯახი არ მყავს, მარტო ვცხოვრობ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ცხოვრება არის არჩეული ჩემი არჩევანია და ერთიც და მეორეც ღვთისადიდებლად უნდა იყოს. გარდაცვალების შემდეგ სულმა რომ ჰპოვოს სიმშვიდე, ადამიანმა წუთისოფელში უნდა იცხოვროს 64 სურვილით თუ ჯოჯოხეთის შიშით. ალექსანდრე შმემანი იყო ესეთი ამერიკაში მოღვაწეობდა სასულიერო პირი და მოკლედ გავცემ პასუხს, რომ მე ღმერთთან ყოფნაო კი არ მინდა იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის მეშინია, არამედ სასუფეველში ღმერთთან ყოფნა მინდა იმიტომ, რომ ღმერთი მიყვარსო და ღვთის სიყვარულის გულისთვისო ჯოჯოხეთშიც ვიქნები. ამიტომ აქ არის ერთი რა თქმა უნდა, ცათა სასუფეველი არის ღმერთთან ყოფობა და შიში იმის, რომ ვაიმე, რომ მე რაღაცა არ ჩავიდინო, რომ ჯოჯოხეთში არ წავიდეს, კი არა, შიში უნდა გქონდეს, რომ ჩვენ რაღაცა ისეთი არ გავაკეთოთ, რომ ჩვენი მდგომარეობა იყოს ისეთი, რომ
ღმერთს დაგვაშოროს, ჩვენ დავაშოროთ საკუთარ თავი, ღმერთი ჩვენ არ გვშორდება. ღმერთი შეგვეწიოს და მოგცეს ისეთი ცხოვრება, რომ საკუთარი ღირსებით კი არა, ღვთის მოწყალებით ცათასას ფევლი დავიმკვიდროთ. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.